კინოში, საერთოდ ქართულ ხელოვნებაში ძალიან ნაკლებად არის წელიწადის ეს თითქოს ყველაზე სადღესასწაულო და ბედნიერი დღე დაფიქსირებული. ალბათ ქონდა ამას მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ და შესაბამისად რეჟისორებს, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა პერიოდში ფილმებზე, ერჩივნათ, რომ აესახათ ის ნამდვილი რეალობა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც ალბათ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ნაკლებად ეზეიმებოდა და ედღას ესწავლებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ყოველ წელს ბეჭდითად და იმედით ხვდებოდით ხოლმე ყოველი ახალი წლის დადგომას. შეიძლება რამდენიმე ფილმი კიდე არსებობდეს, მაგრამ ალბათ ძირითადად გავიხსენებთ ყველაზე ცნობილ, ყველასთვის კარგად ცნობილ ფილმებს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველ წელს იყო ესეთი ტრადიცია ქართული ტელევიზიით, ის ფილმები, რომლებიც ეძღვნებოდა ახალ წელს, ყოველ ახალ წელს გადიოდა ხოლმე ეთერში და მაყურებელიც ისე უყურებდა ამ ყველაფერს, თითქოს პირველად ენახოს ნაწილობრივ, იმიტომ რომ ეს იყო მართლა მხიარული, ბედნიერი, იუმორით აღსავსე ამბები და მეორე მხრივ იყო იმ რეალობის ამსახველი, რომელიც მართლა ხდებოდა და თავს ატყდებოდა ხოლმე ადამიანს და ყოველი ახალი წლის შეხვედრა ზოგჯერ იყო მართლა ბედნიერებით აღსავსე და ზოგჯერ იყო ესეთ ხელოვნური. ხაიტანად მაფერქენგან და უდესპორდა და ანჩი სას მიგინებოდა ასე. ან ერთი ხოლმე დაჯეგი მან დაჯეგია. მართალია გარიქაბეთ, მაგრამ არა გვიშავს. ფრეია ხაიტანა შეხანა. ბოლო და ვიდეო თუ რა გამაგებინეთ? დამეჯინებ ჩენჩინები დამეჯინებ. მოდი. სად არის? გეიგე. ჩოსურე ფიცეს მას დაგადანან. ჩკი კოჩენს მოვქიმინათ, ა? ონჯღორებარენ ოთენა. მართალია, წავა, თუ მიდიხართ, ორი ამოვიდა სული ჩვის. ამ ხელოვნურთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში ახსენდება გენიალური რეზო ესაძის ნეილონის ნაძვის ხე, ფილმი, რომელმაც მართლა გადატრიალება მოახდინა ქართულ კინოში. ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დააშრილ გათითოკაცებულ საზოგადოებაში იპოვო ერთობა, ერთიანობა, ჰარმონია, რაც დარწმუნებულია, რომ დღესაც ძალიან გვჭირდება. ნეილონის ნაძვის ხე ნამდვილად ქართულ კინოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მაღალმხატვრული არის და ძალიან კარგი ფილმია, რომელიც სამწუხაროდ ეხლანდელ რეალობასაც მშვენივრად ადგება. დიდად ბევრი არაფერი არ შეცვლილა. საკმაოდ რთულად მოვხდი, იმიტომ რომ მაშინ იყო კასტინგები, მაშინ ბატონმა რეზომ ბევრს ჩაუტარა კასტინგი და ამ კასტინგის გადაღებულ ნაწყვეტებს კასტინგიდან ძალიან დიდი კომისია იბარებდა. და საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ამირჩიეს და მე მეტი ესეთი შემთხვევა არ მქონია კინოში, როცა რეჟისორი შენთან და შენ პარტნიორთან ერთად გადის რეპეტიციებს. მე მქონდა ნამდვილი სამაგიდო რეპეტიციები, რასაც თეატრის მსახიობები ვეძახით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბატონმა რეზომ რა იცოდა, იცით? განსაკუთრებული სიყვარული იცოდა მსახიობის და გაჯერებდა, რომ აი შენ ხარ განუმეორებელი. აი შენ რო არა, ეს ფილმი არ შედგება. და ყველას ეს გვჯეროდა და ყველა დავდიოდით, როგორც აი მისი გამორჩეული საყვარელი მსახიობები. ეს ძალიან დიდ ძალას გაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიღებდით, იმიტომ რომ რეალურად ვიღებდით ახალ წელს ზამთარს ზაფხულში. კი, მაგრამ არ გეცოდება ის კარი მარტო რომა. მანამდე ხომ ცხოვრობდა ქმარშულთან. ჭკუა გაგხვა შენ? თელ ოჯახს ყოფნის შენი ჭკუა.
აბა რა უნდა გითხრა? რა უნდა გითხრა? რა უნდა მითხრა? წინ ვიცი რასაც მეტყვი. ქართულ კინემატოგრაფს ავტორო კინოსკენ უფრო ჰქონდა ასე ვთქვათ მიმართულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ აი თუნდაც აი ესეთ უბრალო კომედიებში ან მელოდრამატულ ფილმებში არ ჩნდებოდა ეს ხელწერები და ჩნდება 80-იან წლებში განსაკუთრებით თვით რეფლექსიის, სოციალური, ფსიქოლოგიური დაკვირვების ელემენტები და ამის იდეალური მაგალითი არის რეზოესაძის და ლევან პაატაშვილის საოცარი დუეტის შედევრი, რასაც ქვია ნეილონის ნაძვისხე. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ აი მაინც საახალწლო და ეს საშობაო ფილმების ფენომენი ღირებულებების, სიკეთის, სიყვარულის გარშემო ტრიალებს. ნეილონის ნაძვისხე ამ ყველაფრის საპირისპირო არის, ანტიპოდი არის. და ნეილონი არის სპეციალურად შერჩეული თვითონ რეზოესაძეც ინტერვიუში ამბობდა ასეთ რამას, რომ ეს ნეილონი არის ხელოვნური მასალა, ეს არაა ბუნებრივი. და ეს ხელოვნურობა არის სიმბოლო გაუფასურებული ღირებულებებისა, სადაც არ არის ადგილი ემპათიისთვის და ადამიანები თვით გადარჩენისთვის იბრძვიან და ადგილს იკრავებს აგრესია. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის წესით საახალწლო თემატიკის ფილმებთან, რომლებიც აი ამ სიკეთეზე და სიყვარულზე არიან დაფუძნებულები და თუნდაც უცხოების პატივისცემაზე. აი პარალელად მოვიყვან მაგალითად ამირან დარსაველიძის ფილმს ქალთადარიგო ბორბალი. სადაც სრულიად უცხო ქალბატონს გოგი ქავთარაძის კავჟარაძის პერსონაჟი, გოგი ქავთარაძის პერსონაჟი თავის მანქანას უთმობს, რომ გოგონა სახში მიასწროს მისვლა და თვითონ ახალ წელს 1000 ღიაცის ქვეშ. ეს არ ხდება. პირიქით, აი ერთმანეთს წირავენ ადამიანები, როგორც აი ერთ სივრცეში, აი როგორ თქვა, ხილაში ჩასმული ექსპერიმენტული არსებები, რომელსაც ანჯღრევენ და ელოდებიან თუ როგორ მოიქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში. მაგრამ მაინც აი ბოლოში არ წირავს, იმიტომ რომ აი ჰეპი ენდი, როგორც ესეთი ბედნიერი დასასრული, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფორმულაა საახალწლო თემატიკის ფილმებისთვის, მაინც ხდება დროებით რაღაც თითქოს აი ჩადებული კოდი არის და აი ერთიანდებიან ბოლოში, ულოცავენ ახალ წელს და ეს მანამდე რაც აგრესია და ნეგატივი იყო, უცებ ქრება. სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული სათადარიგო ბორბალი მაგალითად. ახალ წელს ეძღუნება მართალია იქ ეს ფილმი, მაგრამ შობა ახალი წელი შემდეგ ანოტაციაში ასე მოიხსენიებოდა ყოველთვის, როდესაც შობა და როდესაც ახალი წლის თემა ჩნდებოდა ქართულ კინოში. ამას ჰქონდა თავისი მნიშვნელობა, მართალი გითხრათ, ეს არის არა სიმწირე უბრალოდ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მწირია ეს თემა. აქ საუბარია იმაზე, რამდენად იშლება თემა თავისთავად, გაშლის უნარი რამდენად აქვს შობის თემას ქართულ კინოში. რა თქმა უნდა, შობა გახლავთ ის, რაც ნანა ჯანელიძის ფილმში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური და გასაოცარი, დახვეწილი, მხატვრული, ესეისტური სილამაზით დანახული მოვლენაა. მე გულისხმობ იავნანას და ალბათ ჩვენ მაყურებელს კარგად ახსოვს ეს კადრები, ბევრად უფრო მძაფრია სხვათა შორის თავისი ესთეტიური განცდით, ვიდრე აი ამ დრამატურგიაში მოზიდული სხვადასხვა მოტივი და მართალი გითხრათ, როდესაც აი ამ ფილმის სიკეთეებსა და მის მხატვრულ ღირსებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში სწორედ შობასთან და მის სიწმინდესთან დაკავშირებული აი ეს გასაოცარი განცდა მოდის და იკავებს ადგილს მაყურებლის პრობლემაში. რატომ დაიგვიანებ გოგიტუნავზან? აი კარგი, მაგრამ ერთი ეჩვენებურად აი ესე. აი მავილების ქვეყანა შოფილი შემოვიარე. აი ფილმებიდან, რომელსაც მართლა ყოველ წელს უჩვენებდნენ და მე მგონი ზოგიერთი ტელეარხი ალბათ წელსაც გვიჩვენებს, ეს არის ორი ასევე გენიალური რეჟისორის გენიალური ფილმი. ოღონდ ეს განსხვავებით ჩემს მიერ დასახელებული ორი ფილმისგან არის მართლა იმ ბედნიერებაზე, იმ დღესასწაულზე, რაც არის ახალი წელი. ერთი არის რეზო გაბრიაძის თოჯინური ფილმი, მარიონეტებით გაკეთებული კოჯრის ტყის სიზმრები, რომელიც სრულიად
ასევე სულად ახალი ფორმა იყო კინოში, ანიმაციურ კინოშიც, თავისი ძალიან ბევრი კომპონენტით, პირველ რიგში რა თქმა უნდა გაცოცხლებული, გაადამიანურებული, ასე ვთქვათ, მარიონეტებით, სრულიად არაჩვეულებრივი იუმორით, რაც დამახასიათებელი იყო რეზო გაბრიაძის როგორც დრამატურგის და მწერლის, ასევე კინო და თეატრალური რეჟისორისთვის, რომელშიც თავ მართლა როგორც სიზმარში თავ მოყრილები არიან ის ადამიანები, რომლებიც არასდროს არც შეხვედრიან ერთმანეთს, არც არასდროს შეხვდებოდნენ, ბუნებრივია, მაგრამ ჯადოსნური, ახალი წლის ჯადოსნური ღამე, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას, ამის ყველა პირობას ქმნის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი ჯადოსანი რეზო გაბრიაძის ხელშეწყობით. რეზო გაბრიაძესთან დაკავშირებით გვახსენდება ყველანაირი ფორმულა, ხელწერა, ეგრეთ წოდებული ლიტერატურული ტროპი, ყველაფერი არის გაერთიანებული, ფოლკლორი, ქალაქური კოლორიტი, ეგრეთ წოდებული კამეოები, რაც ცნობილი წესით სცენართან და სიუჟეტთან დაუკავშირებელი პერსონაჟები შემოდიან ამ შემთხვევაში ლუი არმსტრონგი და ელა ფიცჯერალდი და ეს მარიონეტები ხო რეზო გაბრიაძის ხელწერა არის და როგორ სიურეალისტურ ოცნებაში, სიზმარში ერთიანდება ეს ყველაფერი, როდესაც ქალაქელ ხეჩოს ესიზურება ეს გადამდგარი ოფიცრები, ყარაჩოხელი ყვავები, ლუი არმსტრონგი როგორ მღერის ჯაზ ყვავილების ქვეყნის ჯაზ ვერსიას და ეს ზღაპარის ხო არის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სოციალურ პოლიტიკური თვალსაზრისით, კულტურული ეს ხომ მულტიკულტურალიზმია, კულტურათა ტანდემის შერწყმა და იქნება რაღაც idеალური ზღაპარი, რაც ჩემი აზრით ამ საშობაო ზღაპრისათვის აი იდეალური ფორმულა, იდეალური მაგალითი. Zamtitsutmas shobat regvelodeva. Feliz, feliz, libertul, immer werde ich frei. Zum Verrausch der Scherz und Kuss und du treue Sohn. Listen, Paganini, please play my rhapsody. And if you cannot play it, won't you sing it? ყავდა მოვლენა ოპერატორი ბატონი ლევან პატაშვილი, რომელიც რა არის, იცით, მე საერთოდ გიშდები, როცა კამერის თვალი მიყურებს. აი ჩემთვის ეს რაღაცა ჯადოქრობა არის და რაღაცა ინტიმი. მაგრამ ბატონ ლევანს ჰქონდა ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები და ამ კამერიდან რო გიყურებდა, იცით, მეგონა რომ რენტგენი კეთდებოდა. და გიყურებდა დიდხანს, სხვათა შორის იღებდა ძალიან დიდხანს, კადრს და სინათლეს აყენებდა ძალიან დიდხანს, მაგრამ ესეც ისეთი მომნუსხველი იყო, ეს არ იყო დამღლელი. იმიტომ რომ რაღაც პროცესში იყავი მასთან ერთად. და ხვდებოდი, რომ ის რაღაცას ქმნის, რაღაცას ხატავს, რაღაცას სინათლეს და განსაკუთრებულ შენს რაღაცას უნდა რომ შენში რაღაცა აღმოაჩინოს. და მე იცი ძალიან აქცევდა ყურადღებას, რასაც ოპერატორები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რომ არა, ესე არა, ცოტა აქეთ გამოიხედე, რომ უკეთ გამოჩნდე. არა, ეს თმა გაისწორე, ანუ ზრუნავდა შენზე. და როგორც რეჟისორიც, არა, მე მგონი წინა კადრი ჯობდა, იმიტომ რომ იქ რაღაცა უფრო სწორი აქცენტები იყო. შენთვის სულ ერთი არ არის სადაჭდები აქ თუ იქ, ადექი კაცი ხარ რა მოგივიდა. რატო განაცვალე? ადე რა ვაშკაცურად. მაშინ ეხალი გამოატარე. წამოდი. კი ბატონო, წამოყვება სემო. არც შეგეკითხები ისე წავა. შეგრია. ოი, ხდა. გადაღების დროს გვეგონა რომ ჩემზე არის კინო. ანუ მე და ჩემ ქმარზე შოტიკო ქრისტესაშვილზე ვიღაცას ეგონა რომ არა ჩემზეა და ბოლოს რომ დავჩეკით მივხვდით რომ რაღაცა ეპიზოდებად არის ეს ყველაფერი და ცოტა ყველანი გულდაწყვეტილი ვიყავით. მახსოვს მე და ზურაყიფშიძე ვლაპარაკობთ. კაცო, რამდენი გადავიღეთ და ანუ მე ისეთი კოლაჟი მოხდა,
ისეთი სწორად შერჩეულ ეპიზოდებად, თუმცა გადაღების დროს გვეკონა რომ რაღაცა უშველებელი როლები გქონდა. რა შეგეშინდა? ჩალმას ეგეთი ხელი არ ეკნებოდა. გააჩერე. შენ მე მკლავში ხელს რატომ კიდე? რა? მე ხელში რული მიჭირავს. გინდა გადაგხაროთ ყველანი. შენ კაცი ხარ, რა გინდა ჩემგან? მიმყავ ხართ რა? ვის გადავეკიდეს ამის დედავატირე? რა შერჩი ჩავარდი ამის დედავატირე მე? ბატონ რუსლანმა ტარება არ იცოდა, თან ძღოლს თამაშობდა ავტობუსის და ამიტომ რახან ტარება არ იცოდა, წინ უშველებელ მანქანას ჩაბმულიყავდა ეს ჩვენი ავტობუსი, რომელიც ასევე უშვებდა ბოლს. მახსოვს ბატონი ედიშერი მოიწამლა, მე ახველებდა ძალიან დიდხანს. მოგეთ, ძალიან რთული გადაღებები იყო. მით უმეტეს ახლა ღამის გადაღებები იყო, იმიტომ რომ არ გამოჩენილი იყო, რომ ყველაფერი გარშემო ყვავის. გამარჯობა. გამარჯობა. ალექსი, კაცო. შენთან ტელეფონი არ მუშაობს? მუშაობს? რა ვიცი მან წელი დილავა რეკავდა ვერ დაგიკავშირდა. რა არის ეს რა ხდება? ხორცის დამზადების გეგმას ვასრულე. ალექსი, ახლა შენი დახმარება გჭირდება. ქალაქში დიდი ავარია, ელექტროსადგური არ მუშაობს. პურის ქარხანა დადგა. შენთან ფურნე ხომ შეშიწყურდება. რაც შეეხება რაიკოვეს მდივანს, რომელიც თავიდან ბოლომდე მთლიანად ფერითავის პათოსით, თემით, პროპაგანდისტული ესეთი მძლავრი საყრდენებით ეძღვნება პირდაპირ რაიკოვეს მდივანს და პირობითად საქართველოს იმდროინდელი ცენტრალური კომიტეტის დიანას ედუარდ შევარდნაძეს, რომლის როლსაც წინვარად ასრულებს არაჩვეულებრივი უდიდესი თეატრალური რეჟისორი თემურ ჩხეიძე და ეს ფილმი არის მიმართული იქითკენ თუ რამხელა ძალა ხელისუფლება, რომელსაც ზოგჯერ ჩვენ თუ არა ხშირად ეჭვით უყურებთ, მაგრამ ამ ფილმში არანაირი ეჭვი ამაში არ შეაქვს და აქ არის მართალი ხარ ერთ-ერთი სერია, როდესაც დგება ახალი წლის ღამე, მოქმედება ხდება სამცხე ჯავახეთში და საზღვართან მაშინ განსაკუთრებით იყო ეს საზღვრის არსებობა, ხო? საქართველოს ჩაკეტილი საზოგადოება იყო, ვიცით ეს ყველაფერი და როგორ ითიშება ელექტროსადგური თუ რაღაც რომელიღაც ესეთი დანადგარი და სრულად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება რეგიონი და შესაბამისად საქართველო. დღეს რო შევხედოთ, შეიძლება სრულად სხვაგვარად აღვიქვათ ეს ყველაფერი, მაშინაც ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვაგვარად, ზოგი პირდაპირ აღვიქვამდა, ზოგი როგორც მეტაფორას, მაგრამ აქ არის ეს თავარი ის თუ როგორ ყველაფერს აკეთებს რაიკომის მდივანი გიორგი თორელი იმისთვის რომ მოიტანოს სინათლე. აქ შეიძლება ძალიან ბევრი პარალელის გავლებად შეიძლება პრომეთესთან, ჩვენ ვარიანტთან, ამირანთან და კიდევ ბევრი ესეთი პარალელური თუ ესეთ ხაზის აღმოჩენა შეიძლება თუ ძალიან მოვინდომეთ მოვახერხოთ. მაგრამ აქ არის ის, რომ აი მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას საზოგადოებას ყველაზე მეტად უჭირს და აკრია ყველაზე მთავარი, რაც არის იმისთვის, რომ აღნიშნოს, იზეიმოს ახალი წლის დადგომა, გიორგი თორელის ძალიან დიდი მონდომებით, მისი პირადად, მისი ჩარევით ამ პროცესში, ყველაფერი, ყველა დეფექტი თუ დაზიანება ხრება და ადამიანების სახლებში, ბინებში თუ დაწესებულებებში კვლავ ბრუნდება სინათლე და აი როგორც ახლა რუსთაველი არის გაჩახჩახებული და გაბრძოლებული და ესეთ ფართო ეს არის ნაჩვენები ხო პანორამა როგორ ნაცდება ყველაფერი. Включите линию. თუმცა მაშინ მე მგონი ცუდი არაფერი არ არის განათებაში, სინათლეში.
და ვისაც არ უნდა მოქონდეს ადამიანების სინათლე, რა იყო დივანი იქნება ეს ჩვეულებრივი ადამიანი ქონდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და რეზო ჩხეიძემ დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ მომენტში გვერდზე გაწია ის თუ ვინ არის და დატოვა მთავარი იდეა, მთავარი აზრი, მთავარია რომ ადამიანმა ნებისმიერ ადამიანმა საზოგადოებას მიანიჭოს ის ერთ-ერთი მთავარი რაღაც მის ცხოვრების არსებობის გამართლებას და მიზანიც, რომ მისი ცხოვრება იყოს განათებული და ამ ფილმში აი რაღაცნაირად ეს არის დაკავშირებული ახალი წლის ღამეს მასში, როდესაც ფაქტობრივად ყველაზე მეტად ჭირდება სინათლე, იმიტომ არავის ძინავს, ყველა ცდილობს რომ აღნიშნოს ეს დღე და ეს სწორედ აი ამ ფილმის ესეთი ნაწილი, სწორედ აი ამ იდეის გამატარებელია. თავარი კითხვა გახლავთ ის, რატომ არ ჟღერს დაუშვათ შობა აი ესეთ საყოველთაო და ძალიან დიდ და ვრცელ თემად ქართულ კინოში. რა თქმა უნდა, იდეოლოგიურ ქვეყანაში არსებობდა რაღაც პრიორიტეტები, არსებობდა სოციალიზმის მიერ პრივილეგირებული თემები, რომელსაც ბუნებრივია სოციალიზმის რეჟისორები იღებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მართალი გითხრათ, აი საბჭოთა სისტემაში შემავალი სხვა დიდი ქვეყნები, რუსეთი და სხვა ქვეყნები, ხო, ვინც ყველა ერთი სისტემიდან ფინანსდებოდა, იმ ქვეყნების კინოშიც კი ამდენჯერ ნახსენები შობა ახალი წლის თემა არ გახლავთ. ამდენჯერაც ჩვენ. შენ რომ დაყუდებულ ხარ წმინდა ლაზარესავით, თუ ის კაცი მართლა ყავდა ჩავარებული, რატომ ჩაგდებინე ძილ სხვას? არა ბატონო, მეცდა შემეცოდა თუ არა ბადიოსანი რომა და არ შეუძლია ბადიოსნო რომ არალო ჰარულელო ჰეი ჰაი ჰა მოლო ხესურეც ნაჯებო ჰელავში თუშმა თაკფერა მეფე ერეკლემ გაკურთხა საუბრად ჯარი დარწერა ხალისაწყისები, ჯადოსნობა, აი ეს არის რაც გვაერთიანებს და ის ღირებულებები და ცოტა ხნით მაინც რომ დავივიწყოთ აი ამ ნეგატივისაგან და ხო ვითომ წესი ცხოვრება მიდის, არაფერი უბრალოდ კალენდარული ცვლა ხდება, მაგრამ აი თითქოს შეგრძნება გაქვს, რომ აი რესტარტი, გადატვირთვა ხდება ამ ყველაფრის და კინო არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და როგორც კინო ხო ხელოვნებაა და ხელოვნება არის რეალური ცხოვრების რეფლექსია, ანარეკლი და ის თან რაღაცნაირად აი ამ ანარეკლს გვიჩვენებს, მაგრამ თან გვაფიქრებს ამ ყველაფერზე და აი გვახსენებს აი პირველ ყოფილ საწყისებთან გვაბრუნებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი კი ამდენი ნეგატივი არის, მაგრამ აი ნახე ეს არის აი ამისთვის ღირს ცხოვრება. აი იმედი არ უნდა დაკარგო, იმედით ცხოვრობს ბოლო-ბოლო ადამიანი და მაინც ხო ყველა აქვია წელიწადის რო განსაკუთრებული არის, მაგრამ აი ეს არის ის განსაკუთრებული ჯადოსნური მომენტი, როდესაც მართლა შეგიძლია სასწაულების დაიჯერო, ჯადოსნობის დაიჯერო და იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.